ანა სად არის ეს ბიჭი ერთი თამა სად ახარ წყალი ცხელია რა არის კიდე არ ჩაგიყია ბიჭო ფეხები ცხელია გადამივლე ახლა რა ცხელია ცხელი არა ეხლა ის არის ცხელი იმიტოა სპეციალურად რომ დაგილბეს რა მხარა ფეხი რა აბატარი ხარ ეს რა მომიტანე 72%-იანი ვიხმარო 72 ჩაწოდილი ქონეს ხმა მაი ისეთი ქუსლები გაქვს სხვა რა გაგაცლის თან ეს ანტისეპტიკური არის პრისიონერან გადამავლე ჯერ კარგა გაიცაპნე მეტი რაღა გავისწაფო გამდროა კანი ქუსლები ძალიან ყვითელი გაქვს კარგად იცაპნე მე რა მხელა ბერატილი გაქვს საშიშიტი მიდი ახლა გადამავლე რითი მავლებ მე შორენა ბეგაშუდე ნაკლები რითი ვარ ახლა ცქარა მომიტანე მოეთი ერთი შეხარ და მეორე შორი ვაიმე ერთი შორენას ხა რეცეპტი არ იყოს მოეთით სოკო არ კვდებოდეს მე ნახე შენ რა მოგივა დაასხი რაღა არ აკვდებოდეს დაასხი კარგად ის ერთი შორენას უნდა დაურეკო რა როგორ აგიქაფდა ხო და მეგონი კლავს სოკოს იცი შორენა მიმიტო დაიწყო ვენების ვა მოგიყარა ვენების ვა მოყარიბა მონეტი მიუწვდომელი დარეკეთ მოგ გათიშული აქვს ალბათ შორენა ბეგაშვილი ხა მოეთით ტანსივლებს ალბათ ბაი ეს თითები უფრო გძელი გაგვიდრე მე ხელის თითები ისე როგორც ასაკში თითები არა გაგაყვითელებული A few moments later. ვაიმე რა გავქნა ორი გიჟი მე მართლა მეცინება უკვე მოგესალმებით მეგობრებო ეს არის გადაცემა სარკასტიკის მეხუთე ეპიზოდი რაც იმას ნიშნავს რომ წარმატებით მივდივართ და ყავს უამრავი მაყურებელი სასწაულად ბევრი მაყურებელი თუმცა საჩივრების ციგნი არის საჩივრების ვაიმე სელი მოკლედ მეგობრებო ძალიან ბევრმა ადამიანმა გვიჩივლა თუმცა მათი საჩივრები როგორც იყო აი ამ კედლის ქაღალდზე დარჩა ჩვენ აქედან ვეკითხულობ ხო პირველი საჩივარი იყო პორნო ფილმთან დაკავშირებით სადაც თავარმა გმირმა თავარი გმირის ვიცით რა აღარ გვინდა რა ეს თავარი გმირის ადვოკატმა გვიჩივლა მოკლედ და მითხრა რომ პროკურატურაში შეტანილი სარჩელი და გადაცემა არ უნდა გავიდეს თუ სარჩელი შეტანილი იყო გადაცემა რატო არ უნდა გასულიყო თუმცა გადაცემა რო გავიდა შემდგომ ამ გოგონა მაკომ დამირეკა და მითხრა რომ ფანტასტიკური გადაცემა ქონიათო და პირიქითო რომ მოგეწვიეთ სტუმრათო უფრო დიდ შოუს დავდგავდითო ერთი საჩივარი მოგვეხსნა არა მე ვერ გავიგე გადაცემა არ უნდა გავიდეს მაგან იმაზე ვიფიქროს რომ პორნო აღარ გავიდეს თორე ჩვენი გადაცემა რა მაგრამ მეორე საჩივარი იყო ლინდა ადამიასთან დაკავშირებით როდესაც მე ვისაუბრე ბავშვის აღზრდა სად უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს ლინდა ადამიანს მეგობრებმა გადაწყვიტეს რომ ჩვენი გადაცემა დაეხურათ მაგრამ თავარი თემა შენ ვინგიჩივს არ შენ უნდა გიჩიოდე და მე რატომ მიჩივი მე რატომ მე ვიმიჩივის ქალბატონები რომლებმაც დამაჯილდოვეს როგორც წლის ტელეწამყვანი აი ეს 60 ქალბატონი უჩივის ჩვენ გადაცემას უი რასთან უბრალოდ შენ გლანძღავენ მე მირეკავენ მე მომესიყვარულებიან და შენ გლანძღავენ სატანის მოციქულად ჩემი ეშინიათ არა ისევ შენი სამეგობრო თუ გამიყვას შენი ასაკის ხალხი არიან მე მაგათან რა თემაზე და როგორ მომვრიგდი არიცი ანუ მე შემილია მათთან რაღაც კომუნიკაცია ჩამოყალიბება და რა ეწყინათ აი 60+ მოკლედ როგორც არის შემილია მე მიმოწერა სკრინები გამოვდო თუმცა იქ რაღაცა დაფარული იქნება იმიტომ ყველა მიმოწერები მაქვს შენახული სადაც ეწერა რომ ერთი პუნქტი გვიჩივიან იმაზე რომ 60+-ით მოიხსენიეთ ქალები არა მე ვიწყდი შევნახე ყველა ასაკიანი ქალბატონი იყო ხო ნუ მეორე პუნქტი ის რომ ჩვენი მათი ნებართვის გარეშე გამოვიყენეთ მათი ვიდეო რგოლი თუმცა ვიდეო რგოლი რომელიც სოციალურ ქსელში არის ატვირთული მუდმივად ყველა შეუძლია გამოყენება ეს რომ იცოდეთ ისე იურიდიული განათლება მაქვს სამოქალაქო დამთავრებული აკვე მინდა გითხრათ რომ ჩვენი სპონსორი არის Flame Food-ი ყველაზე სწრაფი კვების ობიექტი რომელიც არის ყველაზე გემრიელი და ამ დროს ძალიან დიდი არჩევანით არის რაც თავარია მისი მდებარეობა არის ვარკეთილის სუხიშვილის 45-ია სივრცე სადაც შეგიძლია დააგემროთ უგემრიელესი კერძები თუმცა Flame Food-იდან ალბათ უნდა გადავიდეთ იმაზე რომ ძალიან ბევრი სოციალურ ქსელში იწერებოდა რომ ახალი წლის ერთი გადაცემა ჩავაგდეთ და ჩვენ გვინდა გითხრათ ის რომ ახალ წელს ვისვენებდით არაფერიც უცებ შემომდის შეტყობინება მეგობრებო რომ ნაზღაიძე მიყიდა ბილეთები და მიფრინავს იტალიაში იმიტომ რომ ახალ წელს დავისვენოთ ადამიანურად ყველა და როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა
ეს ხალხი მემწერ და შენ იქიდან სულ არ იქიდან მიესალმე რომ მე მილანში ვარო მეგობრებთან აქედან მოგილოცდი დასკილი ბავშვით ვიჭიქი ნუ ვის როგორი ცხოვრება აქ შენ სოფელში მე მილანში იდეალური ცხოვრება აი რა იშოვე ბევრი ამ გადაცემით საკმარისი მაგრამ ისე მე ვფიქრობ შოუ ბიზნესში ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც მართლა მოგზაურობს და რაღაცა პროგრამებს არ იყენებს დასასვენებლად პროგრამები აბა კაი რადგან პროგრამები თქვი მოდი დავიწყოთ თემით ყველაზე ერთ-ერთი აქტუალური თემა არის ხატია სიჭინავას ფოტოები. ეს ხატია სიჭინავა კი ამოიღალა ყოველ კვირას რო ურეკავ, თუმცა რა ვქნათ, ისეთი აქტუალური ტიპია ეს გოგო და ისეთ აქტუალურ თემებს დებს, რომ უნდა დაურეკოთ მისი ფოტოები ნახეთ სოციალურ ქსელში. აი მე ვნახე და მე თავი ნახოთ მართალი მეგონა და მეთქი თან მანამდე დაიდო რომ ბევრი სახლები აქვთ რა და მეთქი რა კარგად ცხოვრობენ და თურმე ის ყოფილა სახეს რო სვავენ. ხელოვნური ინტელექტით ხატია სიჭინავამ გააკეთა ფოტოები, სადაც მე ვერ მივხვდი ერთ რაღაცას. არა, იცი კიდე რა მაინტერესებს, თუ ხელოვნურ ინტელექტს იყენებ. ბაკურიანში რატო უნდა დაისვენო? ბაკურიანს არ იძახის ის. არა, ის იძახის თუ სადღაც ალპებში თუ სადღაც არის. აქ საერთოდ აღმოჩნდა რომ რაღაცა ფოტო აქ ვიღაცა ცნობილი სახის, ამასაც დაურთავთ და იმ სხეულში ჩასვა საკუთარი თავი. დაურეკოთ ხატია, საბავ კითხოთ ეხა რას ფიქრობს ამაზე. იმ დღესო დაურეკე ძალიან გვიანი იყო. ეხა ადრე ურეკავ. შენი ტელეფონი მომეცი, შენი ნომერი არ იქნება, ჩემი იქნება. ყოველ კვირას ხატია. ხატია გამარჯობა, ეს არის გადაცემა სარკასტიკა, ესეთი იუმორისტული ფორმატის გადაცემა და გვაინტერესებს შენი ფოტოები ნახეთ სოციალურ ქსელში, Instagram-ში. და აი, სად დაისვენე რო გითხრა, თუ არ არის საიდუმლო. ჩემში. სად? ჩემში. და ხატია რა მითხარ, იცი? ეს ფოტოები, რომელიც შენ ატვირთე, ეს ძალიან ბევრი გამოხმაურება, რომ ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული. კი არის ზოგიერთი ყველა არა რა თქმა უნდა. ხო და რა მითხარ, იცი? მართლა გულწრფელად მაინტერესებს. აი, ორი სათვა, ერთი რო გიკეთე და მეორეს რო იკეთებ, ეგ ფოტო რატო დადე? იმიტომ რომ ეგ თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა და ხო უნდა მივხვდი ადამიანი რომ უყურებ რომ მე არა ვარ ნამდვილად, ჩემი სახე არის, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის გაკეთებულია. ხო და რა გინდოდა? შეცდომებს ხელოვნური ინტელექტის უშვებს. და ის ხელთათმანეზე ფრჩხილები რო გაქვს? ლამაზი ხელთათმანია რა. ხო, ხელთათმანი ლამაზია, ფრჩხილები როა გარე და მე ვიფიქრე მოჭრილი ხელთათმანია, ფრჩხილებია გარეთ გამოსული. არა, ესეთი სტილის ხელთათმანია და ხატული ფრჩხილები აქვს. ხო და ეხა რა მითხარ, იცი მაგ ფოტოები წაშლა არ გიფიქრია, ამ ხელა გააჟიოტაჟი რო გამოიწვია. არა, რა თქმა უნდა, მე მარტო Instagram-ი მაქვს და ვერ ვხედავ რა აჟიოტაჟია ატეხილი და შესაბამისად არც მაწუხებს. ნოემე ძალიან დიდი აჟიოტაჟია გამოწვეული, მაგრამ ეხა მაგალითად აი შენზე ხო არის საუბარი, რომ ხელოვნური ინტელექტით არის ეს ფოტოებიო გაკეთებულიო, მაგრამ შენ თვითონ აღიარე კიდევ და ეხა ზარქუას ამბავზე თუ შეგიძლია რამე კომენტარი გააკეთო, მონაკორში რო იყო. წარმოიდგენა რა მაქვს მართალი გითხრათ. მოკლედ გერმანელი ფოტოგრაფი იღებდა მონაკოში მდიდარი ხალხი როგორ ცხოვრობს და კადრში შემოდის გოგო და ზარქუა შემოდის პარლამენტარი ქალს როგორ ხვევს ხელს, შავთმიან ქალს. ანუ ეს არის რეალური კადრები, თუმცა მინახავს, ანუ ვერაფრით ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა ხელოვნურ ინტელექტს როგორც ხედავთ აჟიოტაჟი შეუძლია. თუმცა ნახე განათლების რეფორმა რომელიც არ მოგისმენე იმაზე ხო გააკეთე კომენტარი. ლოლ რომელიც წამიკითხე. კი, გავაკეთე. ამაზე ვერ აკეთებ ესე იგი კომენტარს. ეს არც წამიკითხავს. კარგი, მადლობა ხატია, რო გვიპასუხე, მშვიდობიან საღამოს გისურვებ. ნახვამდის. შენი ტელეფონი დაბლოკილია, ჩათვალე. ნუ რა გინდა ადამიანმა გულწრფელად გვიპასუხა. შილც როგორი თვალი გაქვს, იმ ქალზე რო შავი თმები მქონდა რამ და გამახსოვრა. იდიოტო, ლეპტოპში მაქვს ფოტო გახსნილი, ვუყურებ ეხა ჩემ წინ არის. კარგი, რადგან ზარქუა ვახსენეთ, ირაკის ზარქუაზეა საუბარი. ეგ ყველა მითის რო არ არის ხელოვნური ინტელექტი. რადგან ირაკლის ზარქუა ვახსენეთ, მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე. მოკლედ მონაკოში არის ხოლმე რა ბევრჯერ კადრები ვრცელდება ესეთი, სადაც დიდარი ხალხი როგორ ცხოვრობს და იქ რაღაცა. მე არ ვიცი ეგეთი რაღაცები. შენ ხო ინტერნეტის შეგიძლია ნახო. მე მოგიყვები მაშინ როგორ არის. მოკლედ ესე დიდარი ხალხი როგორ ცხოვრობს მონაკოში კაზინოები და ძვირადღირებული ავტომობილები. მოკლედ და ამ გერმანელმა ერთ-ერთმა ვიდეოგრაფმა გადაიღო ეს ქალები რო დადიან, გრიალებენ თელი ამბები და კადრში შემოდის ამ ვიდეოს გავუშვებთ რა ლურჯკაბიანი ქალი და კადრში შემოდის უეცრად ზარქუა ჩვენი პარლამენტარი ოჯახის სიწმინდის მომხრე ზარქუა და ხელს გადახვევს ამ ქალს ხო კადრში და ამაზე ხა ატეხილი იქნება და უნდა დაელოცა
არა, დალოცვა არა, აი ფოტოში ნახე როგორ არის, კაი გამძღარი მოდის. აი ხო ვითომ თავს იკლებ, ვითომ არ ვიცი, რა და ყველაფერი ვიცი. იცი რა დაემართა. წინა წელს რო თებში სამბავი იყო. მაგრის თან 2-13 რიცხვში მოხდა ხალხო, წინა ანუ ამისთვის 13 იანვარი არის სუდი, თარსი. არ გაფრინდეს გადაწილეს. მაგრამ თან ამ ყველაფერში, ზარქოა იძახის რომ ხელოვნური ინტელექტით არისო ეს ამბებია, თუმცა ის გერმანელი ფოტოგრაფი თუ ვიდეოგრაფი ვინც არის, თელმა სოფლიომ ნახა უკვე ეს რომ არანაირი ხელოვნური ინტელექტი არ არის, შემთხვევით კადრში მოხვედრილია ზარქოა. ის კაცი რას გულობს, იკაიფე. აბა. თებშები დუბაი. და მე ჩამოა ოჯახის სიწმინდის დღეს გაიძახის. შეიძლება ის პატიოსანი გოგორი ხო მაგას რა შეატყე რომ პატიოსანი არ არის. მაგრამ ამ ამბავში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ არის, ლიკა შენგელია, იცი? მოკლედ ლიკა შენგელია არის ქალი, რომელიც არის ექსპერტი ოჯახის დანგრევაში. ფაქტიურად შენი პროფესია. ანუ უпростоრად ექსპერტი ოჯახის დანგრევის საკითხებში. ხო. მოდი ახლა დაურეკოთ ლიკას, რატომ ახლა გეტყვი რა, ექსპერტი ხო არის და ამავდროულად ამ კომენტარსაც ამოვანათებთ, აქ დაწერა რომ თქვენ დაანგრიეთ ოჯახი. როგორ შეიძლება? იქნებ ცოლმა არ იცოდა, ან იქნებ უთხრათ რომ მივლინებაში იყო, ასე უნდა გამოაჭენოთ? უი რას. ეს ლიკა იცი რომელია? ვერ ვხვდები. სალომე გოგიაშვილსო დაუნგრია ოჯახი, რო იძახიან მთელი ამბები რო ატეხილი. უი. ალო, ლიკა გვინდოდა? ლიკა, გამარჯობა, ჩვენ გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ და აი თქვენი კომენტარი წავიკითხეთ ირაკლი ზარქოასთან დაკავშირებით და შეგიძლიათ რამოდენიმე კითხვაზე რო გაგვცეთ პასუხი. სოციალურ ქსელში თქვენ დაგიწერიათ ესეთი კომენტარი, რომ თქვენ დაანგრიეთ ოჯახი, როგორ შეიძლება? იქნებ ცოლმა არ იცოდა, ან იქნებ უთხრათ რომ მივლინებაში იყო. ასე უნდა გამოაჭენოთ? შეიძლება მე არაფერი არ დამიწერია, რომ ვერ ხვდები სასწრაზე მოლაპარაკებით. არა, ზარქოას თემა. არც ის არის, ცი ზარქოას ამბავი? ზარქოა ვინ არის? ვერ ირაკლი ზარქოა, პარლამენტარი. დიახ და მე რა ხდება ირაკლისთან. ხო და აი თქვენ გირეკავთ როგორც ექსპერტი, როგორ შეაფასებდით ამ კაცს, როდესაც მონაკოში ადამიანი გამოჩნდა სხვა ქალთან ერთად, რომელსაც ყავს თბილისში მეუღლე და მთელმა საქართველომ ნახა ეს. მე რატომ უნდა შეგიფასოთ? რა ვიცი თქვენ ხო ხართ რაღაცა ოჯახი ხო ყავთ რაღაცა შემფასებელი ეს ექსპერტი? აი მძანდებით საერთოდ. გადაცემა სარკასტიკა. არა, თავიდან ხო გითხარით გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ. ჩვენ ყველას აუცილებლად ვაფრთხილებთ დასაწყისში, საიდან ვრეკავთ. მე არ მინდა რომ ჩვენი კომენტარი სადმა იყოს გამჟღავნებული და სადმა გამოიყენოთ, მაგრამ გამისუქრებთ. არა, თავიდან ხო თქვით, გაგვეცით პასუხი. ჩვენ ხო გითხარით საიდან გირეკავდით და ფაქტიურად არც არაფერი არ უთქვია და. არა, თქვენ ფაქტიურად არც არაფერი, აი ჩემი თანაწამყვანიც იძახს, ფაქტიურად არც არაფერი არ გითქვამ. ჩვენ უბრალოდ დაგირეკეთ ჯერჯერობით რაღაცა განხილვის თემაში ვართ. ჯერჯერობით შეფასება არ გაიკეთებიათ. მე არ მინდა რომ ჩემი რამე კომენტარი სადმა ეგრეა ზარქოას არ უნდა მარაკე გადავდეს. ისე მინდა მონაკო. სადმა გამოიყენოთ. თქვენ კომენტარი არ გაგიკეთებიათ, მიხვდით? კომენტარი არ გაგიკეთებიათ. ლიკამ თავი წაიქცია, აიშალა, სხვის ოჯახში რო შედიოდა, მაშინ კარგი იყო ეს ღორება. ჩემი სალომე გოგო მიწვალა, გახსნა ტასაცმლის მაღაზია თურქეთში გადაკარგული. თარდა მინდა მეკითხა ის თმასთან დაკავშირებით, ისაღებავი ვარდისფერი საიდან წამოვიდა, იმიტომ რომ სისხლი რო ვარდისფერი იყო, ეგ მაინტერესებდა, მანდამდე ვერ მივედით. აიშალა, ჩამოიშალა, ეხა შეამოწმებს ჩემ ნომერს და გადაცემის მერე ისო დამირეკავენ. მოკლედ, გავიარეთ ეს თემები, მაგრამ მოდი ისე ზარქოაზე ერთ კომენტარს გავაკეთებ კიდე, გეხვეწები და ეს ფოტოს დაურთავ. წინა წესი იყო ეს რაღაცა ძღნეს საჭყლეტი ჩუსტები რო ეცვა, რაღაცა კატასტროფა. ნახე? რაღაცა ბასტანოჩკები რო ეცვა. მე ზარქოა არა ყავს დაფოლოვებული. სანამ არ წამიყვას გულა სამი კაი პაესტკაში, მანამდე არ დავაფოლო. ხო ხედა მისი მოგზაურობები ცუდად თავდება თამას. ნარა. რა თუდად მონაკოში ულამაზეს გოგოს ერთად დადის. ო, დადიოდა და რითი დასულა კი გამოჩნდა. ცუდი ხალხი ვართ. იქნება დასულაც ნათესავია. ო, შორეული და პატივისაც აიყვანა ასვენ. ხელი გადახვია. რა პრობლემაა, მე სულ ხელ გადახული დავდივარ ჩემს მეგობრებთან ერთად. კაი, ბოლო კვირების ყველაზე აქტუალური თემა. აბა რა არის კიდე? ის არის აქტუალური. ო, პრისიონერან.
აი ესე ვარ მეგობრებო, წამოწოლილი და აი შენი ვიდეო რო ვნახე, ცუდად გავხდი. თან მოდი აქვე უნდა ვთქვათ ის სიმართლე, რომ ჩვენ შევთავაზეთ სოფობედიას, მოსულიყო ჩვენთან გადაცემაში და ჩვენთან ერთად ამ ყველაფერზე ეხალისა და იმ ადამიანებს, ვინც მისი ვიდეოები ჩაწერა, თითოეული მათგანისთვის დაგვერეკა. და მათთან ერთად გვეღადავა ამ ყველაფერზე პირიქით, ანუ მგონია რომ რაც უფრო მეტი იუმორი გაქვს, უფრო კაი ტიპი ხარ. მე საერთოდ ველოდებოდი, რომ სახელმწიფოსგან ეგენი ხო იღებენ დაფინანსებას. ჩვენ ისეთ გავაპიარეთ, ეხლა მაგას ჰონორარები გაეზრდება და მისგი რაღაცა პატივს აქვს და კონვერტში გადადებული რაღაცას გამოვაგზავნიან მეთქი. შეიც არ მომიწყდა ბიჭო. მოკლედ მე ჩავწერე მილანიდან ჩემი ვიდეო. 1.5 მილიონი ნახვა შენ გაქვს? ხო, დაახლოებით. 1.5 მილიონი აქვს დათუნას. ორი ვიდეო მე დავდე და ფაქტიურად მეც მილიონზე ხარ. და ვიკაბუკია ის არის ტოპ 4 ვიდეო, რომელსაც აქ ამ ძალიან ბევრმა გადაიღო, ტოპ 4 ადამიანი ვართ, რომლებსაც გვაქვს მილიონობით ნახვები. ჩვენ ხალხს მოუწოდეთ, ხო იცი რა დაავადება გავაქრეთ? მუნი აღარ არსებობს. გამიხსენი ბურეკავ სოფობედიას. მე აი ასისტენტი გამიხსენით, აბა ბურეკავ სოფობედიას, რომ ვკითხოთ, აი როგორი ამ გამოხმაურების მერე როგორი შეფასებები ქონდა. ნუ მოიცადე 5 9 დედაც უწყვილებში სამთავრობო ნომრები იქნება. ისე მე მაინტერესებს ეს წყალი რამდენ დუბლში იყო გადაღებული. სოფო გამარჯობა, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავ, სადაც დაგპატიჟეთ, სტუმრად რომ მოსულიყავი, მაგრამ ძალიან ბოდიში. 2 წუთით კომენტარი. ნუ ეს არის უკვე პირადი ანტი ამბავი. მე ესე მგონია. თუმცა, ჩვენ ის სარკასტიკა ვართ შემოთავაზ. მიდი გლიჯე გავუში ვიდეოები. გადაცემას როგორც გვინდა ისე მივერეკები. მაშასე პირველი ვიდეო არის დათუნასი, კომედი შოუს დათუნასი. მოდი დათუნას ხوار დაურეკოთ. მიდი დავურეკე. იმიტომ მე ვიციო დათუნას დაემუქრნენ. რას ამოხლა? რა უთხრეს? არ ვიცი, აი გავარკვეთ ახლა. დათუნა ტატუნაშვილი კომედი შოუს ერთ-ერთი მონაწილე. შაბათის შოუ კომედი შოუ. უამრავი ნახვა, უამრავი გამომწერი. დათუნა გამარჯობა. გამარჯობა. სოფობედიას კლიპთან დაკავშირებით გირეკავ, თქვენ დაბარებული ხართ პროკურატურაში. უი რა. ნუ იცინი, იქება არ იცის ჩემი ნომერი, დეგენერატო. გიორგი, შენ არ გაგახარებ აი ხლა. დათუნა. მოკლედ სოფობედიას დაურეკეთ, სოფობედიამ სამწუხაროდ გაგვითიშა, არანაირი კომენტარი არ გააკეთა, თუმცა გამოვლინდა ტოპ 4 პაროდია, ერთი ხარ შენ, ვიკა ბუკია, თამაზა და მე. დიდი ნახვებით. სუშინაური. ხო და მითხარი ამ ვიდეოს ატვირთვის შემდგომ რამე პრობლემები ხო არ შეგექმნა? არანაირი პრობლემა არ შემექმნა საერთოდ, ძალიან თავისუფლად გადავადგილდები ქალაქში, მაგრამ მაინც ცოტა აი ხო იცი აი ცოტა შიშები რო გჭამს აი. ხო იყო რაღაცა კომენტარი, რომ ვიღაცა რო წერდა შობა ჩაივლის და მე მივხედავ ნაზღაიძეს და დათუნასო. ვიღაცა წერდა სადღაც კომენტარებში და ღმერთს ვთხოვ რომ აი არავინ არ შემხვდეს. თუ შემხვდება კიდე ვიტყვი რომ ეგ ვიდეო ძალით გადამაგებინეს. ანუ დათუნა თურმე აპირებენ რომ აი ორთქლით დაგახჩონ და ის გაწამონ ორთქლით. ხო იცი დუშს რო უშვებს სახეს და რო იხჩობა ადამიანი. ეგ იწამებას გიპირებენ. ანუ ნანოპ ამ კლიპის გადაღებას თუ ვიდეო რგოლის? ვერ გავიგე. ნანოპ ამ ვიდეო რგოლის გადაღებას თუ არა? არა, რატო ვნანობ, არაფერს არ ვნანობ, იმიტომ რომ საკმაოდ დადებითი ვიდეოა ჩემი აზრით. კაი ფურსაც გააკეთებდი Facebook-ზე. და კიდევ გადავიღებდი რაღაცეებს. კაი, დათუნა, მადლობა. წარმატებები. შემდეგში იცი რა გავაკეთოთ? ნოე ბაბანაოთ ერთად სულ ყველა. ეგ ხო ნოეს მოფიქრებული ეს დუში რომ გამოვიდა ზებიდან და ნოე ბაბა. ერთად გავიდეთ. გავსაპნოთ ნოე და ბაბანაოთ. გასტრიალდეს. კაი. ისე უნდა გავსაპნო ნოე და ხელში გამიტავდეს რა. ეხლა მოდი სამ ვიკაბუკიას დაურეკავ. შენ ვიდეოზე მითხარ, შენ დადე 2 ვიდეო. 2 ვიდეო. ერთი ვიდეო არის აბაზანაში. ერთი ვიდეო დავდე და მანდ მქონდა წელზევიდან დაბანვა. იღლიები დავიბანე კოხტად წელზევიდან თავი მაგრა გავიქაფე და დამაკდა. რა დაგაკოდა? კი გავიდა 9 მილიონზე და მე ვფიქრობ რომ დაბლაც უნდა დამეფარა და მეორე გადავიღე სპეციალურად. იქ უფრო აი გამოვირეცხე ყველაფერი ისე კარგია. ბიჭო, მაქსიმ ღერაზე აი ხო შევდივარ და ყველგან ხომ მეჩქარება რომ სწრაფად უნდა წავიდე. რო ჩავთავ სოფობედიას, თან იცოგარ მაგ აი ერთ იგივეზე ტრიანს 10 ჯერ მაინც ვუსმენ.
ნახევარი საათი აბანოში. ხომ მე რა ვერ გავიგეთ ეს სიმღერა რომ არა ჩვენ ხალხი ეს სიმღერა ესე არ გახდებოდა პოპულარული. არა, თან იცი, აი სოფოპედია სიმღერა ხო გამორთული მაქვს. აი რაც უნდა დავისხა არ ვქაფთები. როგორც კი მაგ სიმღერას ჩავთა, არ ვიცი, სიმღერა მოქმედებს. თუ აჩქარი. აი, უფრო ხასიათზე მოვდივარ თუ კანი უფრო მიწყელდება თუ რაღაცა, სუკაფად ვიქცევი, ხან ტრაპში ვერ გამყავს, ხომ ესეთი კაფი არის. თორე არ ღიზიანდები. ვიკა ბუკიას ურეკავთ, ვიკა ბუკიასაც ჰქონდა ძალიან მაგარი ფორმატით გადაღებული. მაგრამ ვაფშე მუნი სიმღერა მიუძღვნა. სიმღერა მიუძღვნა, ხო. და მაკიაჟი და ყველაფრით. ალო. ალო. ვიკა გამარჯობა, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ. როგორ ახარ? კარგად. ვიკა, გცალია, რამოდენმე კითხვა უნდა დაგიცვათ სოფობედიას კლიპთან დაკავშირებით. მე. ხოშედო. კი, აბა. ჯერჯერობით ყველაზე აქტუალური ვიდეო არის შენი, დათუნაშსი, კომედი შოუსი, თამაზა და გიორგი ნაზღაიძის. გიორგი იქ არის, გიორგი და მე მივიყავ სოფობედიას კლიპს და კაცო. ხო, იმიტომ სოფომ გაგვითიშა და შენი აზრი გვაინტერესებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმედი არ ეწინა სოფოს თქვენი ხუმრობები. იცი რა მითხარი? ჩვენ გვესმის, არ არის პრობლემა. იცი რა მითხარი? რამე გამოხმაურება უარყოფითი მოყვა ამ კლიპს, იმიტომ აი მაგალითად დათუნას და გიორგის და მაგალითად დაემუქრნენ. ხო იყო იქ რაღაცა მუფარის შემცველი ვიდეო. სოფოს ქმნის, მაგრამ არა. არ ვიცი, ჯერჯერობით. არა, იმან თქვა ვინ სოფოს აგინებს, თორე ჩვენ ხო პაროდია გავაკეთეთ, არ გიგინები. ნუ ჯერჯერობით ცოცხალი ხარ. ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და თუ რამეა დავიყვირებ და ერთადერთი ის გვამშინებს რომ დაბადილები მაინც ავართ იმ ქვეყანად. ხო, ნაბანავი, მე ზოგადად ჩემი თანაწამყვანი და მოდი ძაფრის სუნი და ეხლა რაც იბანავა აღარ არის ეგეთი სუნი. ერთხელ კიდე უნდა ჩაწეროს, ახლა კიდე გვიწევს ერთი ბანა. ვიკამ რომელ რაიონში ჩაწერა დუში ძალიან ნელა მოდი და თავი ძვლის და. ვიკა რომელ რაიონში ჩაწერაო ეს კლიპიო დუშიო რაღაცა აი არა აქ წყალს ნაპორი. ნაპორი არ ქონდა წყალსო, ეგრევე მიხვდა. ხო ხუჭუჭა ბუნებია გზა 10 წუთი არ ჩამოუსა. ხო და რა მითხარი შენ მანანა იყავი მაგ დროს ეხა შენი გმირი? არა, მე მანანა ვიყავი. ხო მაგრამ რაღაცა გამართული ქართულით იყო ეს მანანა. ან კონცერტის ლაპარაკობენ გამართული ქართული. კაი ვიკა მადლობა დაგემშვიდობები გილოცავ ძველ და ახალ წელს. თქვენი გადაცემა. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა გვიხარია მადლობა. მადლობა კარგად. ნაზღო. ეხლა შერო ჩვენ მაგრად არხეულები გვაქვს. რატო? 4-ვე თუ დაგვიბარებს, ამან იტყვის რომ მე მანანას როლს ვაკეთებდიო. დათუნა ვიღაცის როლს აკეთებს, ვიღაცა ქალის როლს და ჩვენ დაგვიხარ. მე თამნა მუსერიძე მაიძულა ამის გადაღებაზე, თუ მილანში ვიყავი და მირეკავდა ქალი ისტერიკი და შედი აბაზანში შეეტრიო. მე შენ მაიძულე და ჩასაბრო ჩამში მაიძ. ყველაფერი შეგბრალდება. ყველა მე რა 60 ქალი ჩემთან მოდის, ესენი ჩემთან მოდიან. არა, იცი რა ვთქვი, მე როგორც ვიცი, ბოლოს ის გაგვარდა. რა? პირსახოცი გამوارდა, ეგ მოჭრილია კადრი, ხო? ეგ უნდა გაუშვა. რა? მირე ნახე შენ ნახვები. პირიქით ეგ ყველაზე კარგია, რომ ვიღაცები ელოდებიან იქ, რომ პირსახოცი გამوارდე და ცოტათი გაიხარო. კაი, ეკოფანგანს ხო არ დაურეკოთ? ეკოს რას წეს? სოფო ბედია რომ ღეროდა, ყველაზე განწირული ემოციით კიო და ეკოფანგანი. ეკოს ძალიან გაუხარდა რა. ხო. ეკო თქვა რომ აი რა მაგარი. აი ესე ბაიმე! აი ესე კიო და. რა მაგარიაო. მიკროფონი რო დასკოჩილი აქვს, ხარ დაკვირვებული? გიფუჭდესო. ალო. ეკო გვინდოდა? ეკო გამარჯობა, ეს არის გადაცემა სარკასტიკა და რამოდენმე კითხვა გვაქვს, თუ შეგიძლია რომ გვიპასუხო. რა დროს გადაცემა 10 საათია? მე მით უმეტეს 10 საათზეა გადაცემის დრო. არა, ბოჭი შეხვა, ვერ ზარელაპარაკებ. ორი კი. არ ვარ ისეთ კარგი. რაღაცა ლოცვა ისმოდა თუ რა იყო? რაღაცა გალობა ისმოდა. 10 ესა რა დროს რამე წირვა ხო არა ლიტურგია რამე. არ ვიცი. ლომის ბაიმე ბიჭო ხო? რა? დღეს ხო შობაა და მაგის წირვაზე იქნება? რა შუაშე იდიოტო. ძველი ახალი წელი. რა შობა, ძველი ახალი წელია? ძველი ახალი წლის ლოცვა. ალბათ ეკოსაც შენს ავიდგონია ახლა შობა და წავიდა ეკლესიაში. ისეთ თემაზე უნდა გადავიდე. ეკლესიას რაღაცნაირად აღარ გვინდა, იმიტომ რომ ისეთი თემა სოციალურ ქსელში გოგონა, არ არის ცნობილი გოგონა, მაგრამ ამ ვიდეომ გამოიწვია მისი პოპულარობა, არეკლამებს ფუჩუს კრემს
რომელზეც იძახის, რომ არ ვიცი, ფუჩუ როგორ დამიტენიანაო, თუმცა სახეზეო ფანტასტიკურად მოქმედებსო. აი ეს ფუჩუს დამატენიანებელი. გეფიცებით ხალხო, აი ფუჩუს დიდად ვერატენიანებს, მაგრამ სახეზე, ვისაც მშრალი კანი გაქვთ, უბრალოდ ცადეთ. აი შენ რო პრობლემა გაქვს სახის. საერთო ხო? აი გეფიცები, ფუჩუს კრემი ხო არ გეცადა? რატო დამირბილებს სახეს თუ რასის და აი ცი რა მაინტერესებს, აი აფთიაქში რომ მიდიხარ, აი რა უნდა უთხრა. არა, მე საერთოდ ვერ გავიგე. გონია რომ ამ გოგონას უნდა და ალბათ უფრო პოპულარობა ამ კრემით, ვიდრე ნამდვილად ადარდებდა მისი ფუჩუს დგომარება. რა არის აი რეკლამა, ისე მაინტერესებს დატენიანებული ფუჩუ როგორია. რა დამაცადე. აი გიო წარმოიდგინე რომ არ არსებობს და ვიღაცა ისმენს ფუჩუზე დამატენიანებელს. და აი წარმოიდგინე რომ აი არა გაქვს და რო წეხავს რომ აი შენ არ ხმარო. და მან როგორ არის ცხიმიანი კანისთვის, მშრალი კანისთვის, პრობლემატური კანი, კომბინირებული, ნაოჭების საწინააღმდეგო. შეიძლება ჩვენიც არის და არ ვიცით. აი ჩვენიც რა არის? რა არის ჩვენიც? ჩვენი კრემიც არსებობს. კუტუს კრემი. მე სხვათა შორის ახლა ფუჩუზე გავახსენდა ის ვიდეო გაქვს ნანახი ვიღაცა ქართველი ბიჭია რომელსაც ყავს გერმანელი ცოლი და იმას რო ეძახის ფუჩუკას ვაიმე რა და სიმღერა გამოუშვა რომელსაც დაარქვა ფუჩუკა ხო ჭაჭუკა ფუჩუკა მოდი ჩემთან გოგო მოდი ჩემი ლამაზი ჩვენი ახალი სიმღერა და ჩვენი ახალი კლიპი ახლა არის YouTube-ში. სიმღერას ქვია ფუჩუკა. რაღაცა ძალიან ტრენდშია ამ წელს ეს ფუჩუკა. რა ვიცი, აი გეფიცები, თან ვიცი, უნდათ რომ აი ესე თქვა ნესის რა ქვია, ეს ცუდი სიტყვა. გაიგე რომ ვითომ აი ჯერ სხვათა შორის რომ დაუძახა ფუჩუკა, მე არ ვიცოდი რას. მაგის რო ამოღერღე, რა სიტყვი? 27 წლით ისე გავხდი ამას ყველა და თუთკმა თქვი რა სიძახდა? კეთილი დამანები დამბლოკავე შეიძლება დამხვდნენ. მოკლედ არ ვიცი ახლა მგონია ეს უფრო ტრენდები და ხალხი ცდილობს ყველა გზებით თავი დაეპიარო. რა, რო ეძახე, ეგ რა ტრენდია, გამაკიშე. აბა რა უნდა დაუძახო? აი არ ვიცი, ფუჩუ რატო უნდა დაუძახო ვიღაც. აბა? დაუძახე რამე ისეთი აი როგორც ქვია. ეხლა სცენაზია ფუჩუ და შეგისურვებთ ფუჩუ სიმღერას. აი როგორ გამოაცხადო წამყვანმა? არა ჩვეულებრივად. აი ხა როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ისევე შეიძლება გამოაცხადო. ამის გამო მართლა ჩავქოლავენ უკვე. მართლა ჯოჯოხეთშიც წინაზე ხო ვიწვევდით ჯოჯოხეთს. არა, იცი რა არის, თან წყინ და თან კიდე სოციალურ ქსელში თვითონდებენ. ვინმე ახლა მაგას მე დავდებდი, არ დავდებდი. ნუ პოპულარობა უნდა ამ გოგოს. სულ რო ზე პოპულარული იყო ქუჩაში, არავინ არ დაგიძახებს რომ გამოგეხედოს ფუჩუს. ანუ თავს ხო იბრენდა რომ გიორგი ხარ, თამაზა ვარ და ჩემს სახელს ყველგან გავიძახი თამაზა რომ ხალხმა მარტივად აღიმგოს რომ თამაზა ვარ და ფუჩუს რო ირქმე. ვინ დაგიძახებს ქუჩაში სულ შეძახოს? აბა რას დაუძახებენ? ჰა? რას დაუძახებენ? მოდი ბოლო ვიდეო დღეისათვის ანამ სტუმარი შემოვა ხელის თხოვნის ვიდეო თუ ნახე მოკლედ აჭარაში მოხდა გავარკვე რომ თურქი გოგო ბიჭი არიან ეს ბიჭი დგას და ხელს თხოს სცენაზე ეს გოგო შოკირებულია და ეს სცენა ხრა მიდის ჯოჯოხეთში პირდაპირ ლაწანი და ესე მიდია იცი რა მე მგონი მანდ იყო უფლის ნიშანი რომ ამ ბიჭს ანიშნა და ამ გოგოსო თქვენი ურთიერთობა არ უნდა იყოს დაურიგოს ფეხი წაართვა დაურეკოთ ესე იგი მერს ხო რო ისეთი ინფრასტრუქტურა შექმნა რომ ხალხი ჩაცვიდა გიორგის თუ გეტყვის 10 საათზე სადღაც არის, ესე იგი რაღაცა ხდება და არ ვიცით. ურეკავთ ბათუმის მერს, რომ გავარკვიოთ ამ თურქი გოგო ბიჭის მდგომარეობა და რაიმე კომპენსაცია თუ კომპენსაცია გადაუხადა თუ არა ბათუმმა. ჩაიჩეხა ხალხი. როგორი უხარისხო სცენა იყო. ყველაზე ჩვენ ახლა რო ხალხში გამოშვით რომ ძალიან ისეთები ვარ. არიღებს გიორგი. დაი რეიტინგი. რო გამოშვით რომ კეთილები ვარ და რაღაცა სალომე გოგიაშვილის დაურეკე თურქეთში რომ სამწყობოში მივიდეს. მოსანახულებლად. თან ახლა მაღაზი აგრესია წამოსული და ეს ჩაკუჩა ხალხს ჩაკუჩით ხოსცემს და ახლა იქ რომ მივა მოსანახულებლად ისა ხალხი შემოუტრიალდება.
მოიცა მეორეს პიარს ურეკავთ მარიამს. მეგონის სამუშაო საათების მერე პიარიც აყავს? ბათუმს, აბა? და ერთი ხელოსანი როა იყო, კარგად დააშურუპონ. არა, არც ის არის. თანაძვის ხის ჯირში ჩასვიდნენ. მოკლედ, პიარსაც ურეკავდით, ბათუმის მერცაც ურეკავდით, თუმცა არც ერთ მარგვი პასუხა. ზოგადად ვიცი რომ გადარჩნენ ეს თურქი გოგო და ბიჭი. მაგრამ რა მდგომარეობით გადარჩნენ ეს არის. ახლა ჩვენ კიდე კოხტათავს ვივართ და ვურეკავთ. წაქცეული რო ურეკავ ხო წარმოგიდგენთ გემართება. რა არ გპასუხობ? კაი. აქვე მინდა გითხრათ რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი იმისათვის რომ არ გამოგჩნდეთ არც ერთი ეპიზოდი სარკასტიკის გვერდი და აქვე მინდა გითხრათ რომ ჩვენი გადაცემა იწერება podcast point-ში ეს არის სივრცე სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ ხარისხიანი განსხვავებული სივრცეებში თქვენი პოდკასტები და ეს იყოს გახდეთ ისეთი წარმატებული როგორც წარმატებულები ჩვენ გავხდეთ. კაი ჯანდაბას ეს ეგლეხურად იყოს მე სხვანაირად ვიძახთი მაგრამ მოკლედ podcast point-ში იწერება ჩვენი გადაცემა და თუ მოგწონთ მოდით აქ. კარგი. ახლა ჩვენი სტუმრის დროა და ჩვენი სტუმარია ნეკა დოროყაშვილი. ნეკა მოგესალმები. მოდი ჯერ შენი რეგალიები და თავიდან რომ ვეკითხებოდი ნეკას რეგალიებთან დაკავშირებით ესე მითხრა რომ მე რასისულელეაო და რომ ჩამოვთვალე მე DJ-ი რო ვარ დაგავიწყდაო. მოდელი, მომღერალი, არა, მოდელი, DJ, დედა და ახლა უკვე მომღერალი. უფრო სწორი ესე იქნება, ხო? კი. და ძლიერი ქალი. რა ქვეყანა გვაქვს ყველა სიმღერა. ძლიერ ქალს ახლა შენ იძახი რომ ძლიერი. მომბეს და ეს ძლიერი ქალობა აღარ მინდა. მაშინ ჩაგეწერა სიმღერა რამე სუბუთი სიმღერა ჩაგეწერა. ნეკა, მოდი. სიმღერა ვერ გავიგე. ყველაზე აქ ჰა? იცი რა არის? მე მიყვარს ხოლმე რაღაც ახალი რომ გამოდის, იმდენად ჭორთა ბიურობა რომ სულ მინდა რომ ვიცოდე. ჩავრთე. არა, ეხა ინგლისური კარგად ვიცივეთ კი მოგატყვებ, მაგრამ ვერც სიტყვები ვერ გავიგე. მაგრამ ძალიან ლამაზი გადაღებულია. მაგრამ ვიდეოში რაც ხარ იმაზე ლამაზი ხარ ლაივში, ოღონდ მართლა. მადლობა ჩემსაყვარელო. ეს ამლოკე რა არის? ეგ არის მთავარი ამბავი, აბა რატო არა? ვიცით რა მაინტერესებს, აი ამლოკეზე ახლა მთავარი ამბავი ისე, რომ შენ ყველა სტატიაში, რასაც ვკითხულობ, ამბობ იმას, რომ ეს არის ძლიერი ქალებისთვის სიმღერა, ეს არის დამოუკიდებელი ქალებისთვის, ჩვენ მოვდივართ, ჩვენ ძლიერები ვართ, სლოგანებია კიდე რაღაცა შენ და უეცად სიმღერას უშვებ ამ ქალებისთვის, რომლებიც რაღაც დროს იყვნენ დაჩაგრულები და ეხლა შენ აძლევს სტიმულს და სახელწოდება ამლოკე. ყველა უსმენ ჩემს სიმღერას ამლოკე და გაძლიერდი. Yes, why not? ყველა უნდა იცოდეს, რომ ქართველი ქალები უნდა ალოკონ ნაღოთ კოჭებიდან. როგორ? კოჭებიდან რატომ უნდა ალოკონ? ანუ მოკლედ ვიტყვი ხა დავსერიოზულდებ. ანუ ნახე ამლოკები გულისხმა ფილოსოფიურად. გინდა რომ ალოკო ნახე რომ გინდა აი ძალიან გინდა რომ ალოკო მაგრამ ვერ უახლოვდები არ გიშვებს აი ნახე გეფიცები აი ხო გამძვრესული თუ იმეს ალოკო მიწოდეს მართლა არის და ეხა დღეს წარმოვიდგინე რამდენი დაუბანელია პროცე კარგად ჩაცმულია ეხა რო წარმოვიდგინე იმის ასალო არა მე დაბანილების ალოკო არა დაბანილების ალოკო ვიგულისხმა მაშინ დუეტი ვისი სოფოს ვაიმე არა სოფო ბედიასთან დუეტი რავი კაი ბაზარი არ არის პრისიონერის ფონზე ალოკო კაი გოგწონ სოფო ბედიას სიმღერა რა ქნას ეხა ანუ არა დავით აი როცა ადამიანს დიდი დიაპაზონი ხოხება თამამად ქართული ესტრადა არ ვიცი და რა ვქნა ნიკა დიდი დიაპაზონი გაქო ანუ ოღონდ დაბლებში ანუ მაგრამ მე ცოტა მეგონა რომ ამ სიმღერაში უფრო სიმღერაზე მე და ჩურჩულებ yes ჰაერებით ხარი ანუ აი ესე რა მოკაილი მიროგურად ხო და რა მითხარით ეს ტექსტი ვინ დაგიწერა ვაიმე ნეკა ვინ ნეკა ჩემმა სპონსორმა შენ დაწერე ტექსტი მე დავწერე ძიმე დღე ქონდა ალბათ აი ძალიან ძიმე დღე მქონდა და ეს დავჭექი და ეს ტექსტი ანუ სად არ მოვიარეთ ალთაც ბალთაც და ვერიპოვეთ ანალოგი შინაარსობრივად ვერ ვალაგებთ ეხლა მინდა რომ აი ხე იმიტომ რომ ფილოსოფიურია რომელი ფილოსოფია შენ ნახე ამ გადაცემის მერე ამის სიმღერას რა ნახვა ეკდება ანუ ხო კლიპის მონაკვეთს აუცილებლად გავუშვებ გადაცემაში რომ ნახოთ კლიპში მართლა ლამაზი და ფანტასტიკური ხარ მაგრამ ნუ მან დავამთავრებ ჩემ მოღვაწეობას ამ ვიდეოზე შენც ეგრე არა ხარ
ნახე რა ხდება გიჟი თავისუფალია რა. ნუ ვაფშე გიჟი რა არის? არ გიფიქრიათ? ტიპი არის, რომელიც არის თავისუფალი. არ ექვემდებარება არაფერს. მე ამ სიმღერაში ვერ დავინახე ვერც ქალების სოლიდარობა, მე ციცბად რომ აი ხო იცი რა თქმა მაქვს. მე აი აქ დავინახე რომ აი ხო იცი რაღაც ურთიერთობას რო დაასრულებ და კარგ ფოტოს რო დადებ, ნახე ვინ დაკარგა. ისე ურთიერთობაზე გამახსენდა, ეს შემთხვევითი არის თუ გამიზნული არის შენ ყოფილ ქმრის ნიშნობა და შენი სიმღერის გამოსვლა რო მე რა მაგარია? დაემთხვა. ქართული შოუ ბიზნესი. საყვარელი. ანუ მისი მეუღლე არის ცნობილი ჩოგბურთელი ნიკა ბასილაშვილი. აი გეფიცები ერთი გადიოდა კუშიკუმარი კუპტა და იჩა 7 წელი და მეორე ამათი სასამართლო გეფიცები ისეთი აზარტში ვიყავი შესული რომ აი არ დამთავრდა გავიზარდე ისე მომენატრა ძალიან ეგ პერიოდი სასამართლო კაი შენი მეუღლე ყოფილი მეუღლე ნიკა ბასილაშვილი ყოფილი ცნობილი ჩოგბურთელი შენ ახლა უკვე მომღერალი და ამ სიმღერაში რომ თარგმნით თან ემთხვევა მისი ნიშნობა და შენი სიმღერის გამოსვლა და ამ სიმღერის ტექსტს რო თარგმნით არის რომ შენ ინანებ რა შევრიგდე თუ რაღაცა ინჩი-ბინჩი ფერაჩი ვაუ რეზონირდება რაღაცა ესე დაჭდა საღოლმე გეხოცები რა თქვი რომ აი სპეციალურად დაუდე აუ ხო ეთყობა რაღაცა წინასწარ მეტყველობდი რა იმიტომ რომ ნიკა ჩემ ქმრად ითვლება იმიტომ რომ ხელი არ გვაქვს გაწერილი მაგაზე უარი მითხრა უეჭაბელი რა კაი რაღაც მითხრა მაგიტო რეზონირდება ნიშნობა როგორ აქვს ვაფშე იმ ქალს ვინ რა უნდა მაგას ხო და რა საინტერესოა როგორ არის აბა როგორ ის რომ ჩემ ქმართან არის ანუ ის გოგო ეწევა სიძვას მართლაც ხელი არ გაქვს გაწერილი თუ ჯვარი არ გაქვს დაწერილი ჯვარი არ გვაქვს აყრილი ეგ ნახევარ ქვეყანას არ აქვს ხო და რა ვიცი ესე იგი მბრუშობს ის გოგო რა და ჩემ მე ვარ ცოლი ჯვარი საყრე კიდე არის რა გინდათ ჩემთან მე ვარ ოფიციალური ცოლი ის გოგო არის მბრუში ნუ მაგას დავტოვებ ეს ისე ჩიკჩიკებს რომ რა მითხარით ბოლო იმაში პრესის ამბებში წავიკითხე რომ კარგი ურთიერთობა გაქვთ უკვე კი ბატონო ჩვენ კი გვანები უნდა არა ჩვენ ჩამე ერი ჩამოშალეს და ეხა მეგობრობენ თელი 3 წელი იყო თუ 4 წელი აი გეფიცები ამის ხაიმისკენ ხანამისკენ და ხალხი გაწნათ ეხლა კარგად არიან რა კაია ის ხო არ დაგვიგეგმავს არაფერი ჩვენ ვიყავით გამწარებულები კაი მოდი სანამ არა უნდა დაუბრუნდეს სიმღერას და მე გადავალ იქით აი მე პირად ცხოვრებას მე რეკაშლი იცი რა მინდა რო გთხოვ რაღაცას გააკეთებ არაფერი ისეთი სიმღერიდან აკაპელა რო შეგვისრულო ოუ აბა რომელი წელი რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს თქვენი აზრით რომელი გამომდის მე ვერ დავიმახსოვრებ ეს თორე I'm jealous of my mind I'm diva who survives check every minute like feels the time it's right all the version ეხა არა მოუწყდა ეს სხვა მღერის იქ სხვა მღერის yes იმიტომ რომ ის ჩამაწერინეს ჰაერებით და რატომ მატანჯეს რა დროს კაილია როცა დაიბადა ნეკა რა კაილი ეხლა შეაგდე რამდენიმე სახატლო სიმღერა რომ შემდეგ წელი სანტა კლაუსი კაი მითხარ ეხა ამ სიმღერით შეძელი ამ ქართველი ქალების გაძლიერება თუ პირიქით შეგიზიზღეს მე მგონია რომ შეგიზიზღეს იმიტომ რომ გამოდიხარ ქალი იდეალურ ფორმაში ნაირ კოსტიუმებში ეს მოდი ვაღიაროთ ეხა თან ვერ მღერი ეხა ისე ძლიერად ისე რაღაცა არის თავისას ის მაგრამ ძალამაზი ხარ ეფექტური ხარ და ქალებს ეუნები რომ გაძლიერდი და შენ არაფერი არ გჭირდება მე მაგაა ჩუმე შეიძლება მაგაზე კომენტარი მე გავაკეთო ორი ნამღერი გაქვს და დატანჯე ხალხს გაათენებინეს შენი ორი სიმღერა რომ დაემონტაჟებინათ ბიჭო მართლა სწორი ხან იმიტომ რომ ამას ეს მიმართულება რა ჩამაწერეს ჰაერებით ხავილი ანუ უკმაყოფილო ხარ ანუ ჰაერებით ხავილს ვერ ვაკეთებ და რატო შემცეს და რატო განამეკიდეს რომ უნდა მემღერა ეგრე შემღერი როგორიცი I'm jealous love. აი ეს მითხრეს დამავალეს რომ ეგრე იმღერა. რატო? არ ვიცი ბიჭო, არ ვიცი, რა დავაშავე, რამე დაუშავე. აი რა გველია, გოგო მოვიდა თავის სიმღერის პრემიერა აქვს და რეპს ეუბნება. პირიქით ამ ვიდეოს ძალიან დიდი ნახვები ექნება, იმიტომ რომ ლამაზი ქალი თუნდაც რომ ნახონ, აი მართლა იდეალურად ლამაზი კოსტიუმებში და ასე შემდეგ ლამაზი კლიპი შეუძლეთ იხილონ. ეხლა ვოკალზე ხა ნუ თავარი ნახვები. რასომ ეხლა ხებს ხო ისეთი ვოკალი აქვს, ჩამოთვალები საკაი ვოკალი. წინასტუმარი კი გყავდა ხმა და კარგული. აფაბი. ნათია.
დუმბო? აბა, კისტაკონი. მიყვარს ზა. მე გაიკეთა დუმბომ ოპერაცია და ეხლა არის მომართული. ხო, ეხლა საოპეროში აპირებს შესვლას თურმე, საოპერო მომღერალი უნდა გახდეს. კაი, ეხლა რა მითხარი შენ? შენ კიდე ერთი ვიდეო ვნახე შენი. მიმართვა გაქვს, სათვალე გიკეთია, სადაც საუბრობ, რომ ფეხებზე კიდია, ხალხს არევასები თუ ამ ქალებს რატო აქვს შენს მიმართ ეს აგრესია და ასე შემდეგ, ფეხებზე კიდია და არ უყვართ ლამაზი, ძლიერი, შემდგარი ქალები. და საიდან გამოიტანა ხა ეს დასკვნა? იმიტომ რომ პამიდრობს მოსროდნენ ბალკონიდან. უი, მე რა სიცოცხლე. აიმიდან თუ რა. ეხლა დიდი ხნის განმავლობაში ქალები, კაცები, უჯაში მაგინებდნენ და რატო? მოიდი პამიდორს სადგეს ვარ. პამიდორს სიყვარულით ხო არ მესრადნენ? მოიდი შენ მამა ნიკოლოზის აივნის ქვემოთ ხო არ ცხოვრობდი შემთხვევაში? აიმე ღმერთო. იკისროდნენ. და ჩემი მეგობარი ყავით და მამა ნიკოლოზმა უცებ რაღაც განმიგდო ზემო და ზესტაფონის ქუჩაზე იყო მაშინ მამა. და აივლიდან რომ გადმოვარდეს წითელი იმ წუთში მივხვდი რომ ეს ჩემთვის იყო რაღაცა რომ აი ჩვენი სიკეთისთვის მივედი და ნახეთ პომიდორი იყო მე მგონი ეგ პომიდორი რო აი მოგხვდა იმიტომაც ჩაწერე კლიპი არა ბევრი მესროდა ეგ ხო ის არის რო ჭამდა მე ფეხძიმდები ხო იქ ხიდე რო დგარა ჩემს საერთოდ კეფეში რო უტყავს ესე ხო ნატახტარი ლიმონათი რომ მოითხოვა შორნები გაშვილი არა უნდა მივიდა ისე მამა ნიკოლოსთან ცოტა რომ დამლოცოს ეგ არ ლაპარაკობს და როგორ მეხვალ? მომენატრა ცემა, ამიტომ მივალ მამა ნიკოლოსთან. ცოტა რომ წამომკრას კეფაში. მოდი ახლა რა გადავიდეთ, იცი? გლიცინი ახლა სერიოზულად დავსერიოზულდეთ. ჩვენ ძალიან სერიოზულად. მართალია, მეორე მეთქი. ნახე, ენა მიყილა, მეორე ქმარი გეყოლება. მაგ იქაც შორდები როგორ ჩანს, იმიტომ მეორე ქმარის ყოფილი. მე მაგაზე ინტერვიუ წავიდე. მართალია, რომ პირველმა შენმა ქმარმა, ნიკამ 40000 გიხდის ალიმენტებს. ვაიმე. კი, მართალია, რატო არ უნდა? რას გოგო ბავშვის გადაში 40000? რატო არ უნდა მიხადოს? რატო? ვიზე ნაკლები ხალი ვარ? 40000. დიახ, $40000 მიხდის თვეში. მართლა? კი. და რა შეხარჯავ ამ ფულს? მე უნდა ვუჩივლო, იმიტომ რომ მე მინდა 40000 ფუნტი, $, არ მომწონს ეს. მოიცადე. და რამდენი 18 ბავშვი ამ გახდება სულთო? და ზღეიძე დაპატარავ და შეიძლება კიდევაც ისე. ამერიკაში და წავიდე მეგონი. ხო, მჭირდება კაცო, აბა. მოიცადე, ამას იხდის ბავშვი სანამ გახდება სრულწლოვანი. ამას იხდის იმაში, რომ მე ვიყო ლამაზი და კარგი და კეთილშობილი და კარგ ხასიათზე გავზარდო შვილი. გავიგე რომ შეყვარებული ხარ. ვაუ. მე კიდე ამომივარდა თავი და. ხა უყურე მე აი არ მინდა ძალიან ბოროტი ყოფილიყავი და გავჩუმდი. მოგებდი ჯებასა ამერიკა შენ თქვი რომ ძალიან შეყვარებული ხარ და ვერ მიყვები ამერიკაში და ამის გამო დაშორება გიწევდა. ეხლა იმიზეზებ სიმღერას რომ ამერიკაში საყიდე. გითხარ ეგრეა? რა ვიცი, არ ვიცი. ანუ ეს ადამიანი მაყურებლისთვის. სახელმწიფო გვარს არ ვიტყვი თუ თვითონ იტყვის? არა, დამშორდა, იმიტომ რომ ამერიკაში მივდივარ. ვერ ქვეყნის მოღალატე ხარო. საქართველოში ცხოვრო? ხო, ქვეყნის მოღალატე ხარო მითხრა. რას წარმოუდგენს? სახიობია. ქალ, გაიქეთ სახიო, ყველა გაჭირვებულია, წადი. მე შესანახი გახდება. 40000 აიღე და წადი საქართველოსთან. გვეტყვი ვინ არის? ვერ. გასაქცევები არ გავხდეთ მე დანაზღზე. მაგადა ისე შორს მიყენია, კი გრევისო და ვერ მივასწრებ. იტყვი თუ ჩვენ ვთქვათ. კაი, თქვით ვიცი. აბა? არ თქვა, რატო ხარ ეგეთი? აი, რადგან შენ არ გინდა არ ვიტყვით ჩანდაბას. მე მგონი ამომწურავი იყო ჩვენი საუბარი. გინდა რამის დამატება? რას დამატება? ამერიკაში მარტო ხო არ წავა? Production. უეჭველი, შენ შვილს მოძებნი. 40000 დაადე თვალი. აი, ხო არ ვიცი კარგად ინგლისური. აი, ჩამაგდე სადაც გინდა. ტექსტებს დამიწერ? ისე რომ იცოდე ტექსტებს. მაგას ისეთ კაი ტექსტი დაგიწერო, აი რაღაცა და რო ატირო ხალხი. ხო სახლსაც დამილაგებ? სახლი დაგილაგო, მე მყავს ხალ ვაკეთებ ნაგებელი. შენ სახლი დაგილაგო. თან შენი მხოლოდ სახლი დაგიმენი დაგიტოვა. მარტო წასვლა. წაიყვან შინაური ცხოველი გეყოლება. თან ახე როგორია ბალონკას გაგზელით მით. შემართლა ბალონ. როგორ მომწირებს ხედა? აი დამწირებაზე გამახსენდა. უძახის რომ ის რა ქვია, ისეთი ის გამოიარა ბულინგი რომ თავის შეადარა ვირზეროზის შემოტრიალებული მარიტა. მართლა? ხო. რატო კითხულობდი?
კითხვა ვიჯექი და ყველაფერს ვკითხულობთ. რა ძალა მედგა ისა? და მოიცა მოქმედებდა ეს კომენტარები? კი, ვტიროდი, მაგრამ. რასთან დაკავშირებით? და თავს ვიჯიანებდი. ნეტა თვეში $40,000 მერიცხებოდეს და აი რაც წინდა ის დაწერო. ეხა იქიდან მითხრეს რომ კერძებს ამზადებ. მართალია, ანიკა? იქიდან მითხრეს რომ კერძებს ამზადებ. ერთი ლობია ვიცი, მარტო მეტი არა. და ანაკომის სუპი. აგებული წყალი დაასხი და აგრეა. ლობი არ არის მარტო იმოსამზადებელი. ჯერ კაყაში უნდა დაალბორო, მე არ შეიძლება. აი მაგის გამოიგებდა ნიკა ტურნირებს ლობიოს ვაჭმავდი. აი რო აღარ ჭამს ლობიოს, იმიტომ ვეღარ თამაშობს. მე ვიფიქრე იტყო და ლობიოს ვაჭმავდი. რა კაი რას გონი აქ რა? კაი ლობიო ნაჭამი იმენას ჯოგით. ერთი. მიდი. ნელა ბიტო ნუაბრა. ეხა წარმოდი უკან, ეხა რო უყურებენ ალბათ. მის უკან ახლა ნიკას უკან არავინ აღარ დადგება. ხო იცი როგორც დააბოყინო ისი არის. ხო, მაგრამ მაგ რეცეპტს ვაჭდები. კარლოტას მაგ რეცეპტს არ ჩაუგდებ. კაი. მოდი ახლა გადავიდეთ თამაშზე. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი სარკასტიკა, იმიტომ რომ არ გამოგჩეთ სარკასტიკის არც ერთი ეპიზოდი. მაშასე მეგობრებო, კი ხართ ახლა სიამის ჯგუფები ორივე, ერთნაირი ვარსკვლავები და ასე შემდეგ. თუმცა ამ თამაშის პრინციპი არის ძალიან ისეთი მარტივი თამაშია, თუმცა ნუ მე არ ვთამაშობ და მარტივია. სისტრაფეზია, აქედან იწყებ, მე კაკოდი დადექი, თამაშ შენი. და აქედან მივდივარ ბოლომდე. შენ ამ ტურს როცა ვამთავრებ, მე ჩამოგიტევ შენ. ყველგან არის მოთავსებული ხურძნის ერთი მარცვალი, ო დიდი მარცვალი. ვინც ყველაზე პირველი ამოიღებს ამ მარცვლებს, აი ამ ყველა დავალებიდან, ის არის გამარჯვებული. ბოლო თებში არის განსხვავებული. განსხვავებული რა? ბოლო რომელია ეს? ბოლო თებში არის ეს, ყველაზე მარტივი იქ არის ახლა რეალურად. 3 გავიღუპე. აი ერთი წამი მოვიხსნი. მაინც დადეს ისინი. აქსესუარები. აი ეს არის ძალადობა, თან წაკუზულება და თან ჯამში უნდა ჩავყო. 3 2 1 დაიმე, დაპოვნია 1 აი კაციკოვე. დაპოვნია მეორე, მე რო დავრბიო რაკეტიკითა. დაფერა. ნაპოვნია 3 ეკა სამივე შიფოვა. აქ რა ხდება? უფალო. აგლიჯა ბულბული, ჩვენი ზიზი კათამი. აქიდან იპოვე? და ჩაბი. იპოვა აი, თამა, იპოვე? აი, იპოვა, всё. შემდეგი. მოდი, შემდეგი. აქ პირველი ნამწყარია, აქეთ ეს არის. აქეთ. იპოვე? აჰა, ნამწყარი მოვიდა, მიდი. ეს მოვიდა. ჩკარა. იპოვა. მიდი, ჩკარა. გამას მიდი. იპოვე. ეხა ისენი. მიდი, აი ეგ. შო, ბოლოდებში სტარტა, ნეგა, აქეთ, ბოლოდებში. კაპიტანი ხმოფინა. მე ხაგული. მე თან ცოცხალი კათამია. და ბოლო იმაში ფჭილის არ იყო დაჭრილი. ეს სიურპრიზი იყო? ეს იყო განსხვავებული საჩუქარი და როგორც მეკა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. აქვე რადგან კვებაზე ვართ ისევ, ჩვენი სპონსორია Flame Food-ი, ყველაზე სწრაფი კვების ობიექტი ვარკეთილში, რომელიც მდებარეობს სუხიშვილის 45-ში. თუ გინდა დააგემოვნოთ გემრიელი საკვები, უნდა მიეცვიოთ Flame Food-ს. გადაცემა სარკასტიკა კი გემში დაუბრებათ. მომდევნო ორ შაბათამდე.